მეგობრებო, აი ეს თუ გაქვთ, კარგად გავუფრთხილდით, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მეც ვეღარ იყიდით. იმიტომ რომ საქართველოში, როგორც აფთიაქში მითხრეს, ამ ყველაფრის შემოტანა ჯანდაცვის სამინისტრომ რომ აკრძალა. შესაბამისად, აი ესა, თერმომეტრი ჩვეულებრივი ვერცხლისწყლიანი საქართველოში აღარ გაიყიდება. არ ვიცი რასთანაა დაკავშირებული, შესაძლებელია იმასთან, რომ ვერცხლისწყალი არც ისე უხიფათო რამაა, მით უმეტეს თერმომეტრებში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ღირს 5 ლარი, ხოლო ელექტროთერმომეტრი, როგორც მითხრეს აფთიაქში ღირს 50 ლარი, ცოტა მეტი. უფრო ნაკლებ ფასიანიც იქნება, ალბათ სავარაუდოდ დაბალი ხარისხის, მაგრამ ამასთან შედარებით ეს ღირს 5 ლარი. და როგორც ჩანს, ეპოქა სრულდება, მეგობრებო, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრების ეპოქა სრულდება საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, აღარ გაიყიდება, ამიტომ ვისაც გაქვთ ეს თერმომეტრები გავუფრთხილდით. ელექტროთერმომეტრები არ არის ცუდი ნამდვილად. უბრალოდ ეს ახლა რაღაცა ნოსტალგიასავითაა, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ეპოქა მართლაც ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები საქართველოში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არის მართლაც ეპოქა და ამიტომ შეინახეთ, გავუფრთხილდით, შემოუნახეთ შთამომავლობას. ასე შემდეგ. დაწერეთ კომენტარებში ვის გაქვთ ესეთი თერმომეტრი, ალბათ ძალიან ბევრს გექნებათ, ვინ იკითხეთ აფთიაქებში და სავარაუდოდ იგივე პასუხს გეტყოდნენ. და რა ვიცი, სადაური ეს ალბათ იქნება ან რუსული, ან ბელარუსული, ან რაღაცა, ან უკრაინული ამ მსგავსი ქვეყნის წარმოებული. ამიტომ გავუფრთხილდით, ამ თერმომეტრებს გავუფრთხილდით. თქვენ ჯანმრთელობას ეხლა ძალიან გავრცელებულია ვირუსები, ვირუსის პიკში შედის ზოგადად ჩრდილოეთ ნახევარსფერო და საქართველოც მათ შორის. ამიტომ, რა ვიცი, ამდენჯერაც მოუწოდე, რომ პირბადე გაიკეთეთ მეთქი დახურულ სივრცეში, სადაც არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი, იმდენჯერ მივიღე შენიშვნა, რომ რა დროს პირბადე, რის პირბადე და შემდეგ და რას გინდა ისქენით მოკლედ. უბრალოდ ვისაც გჯერათ, რომ ვირუსები არსებობს, გავუფრთხილდით თქვენ თავს, თქვენ შვილებს, სხვა შორის შეეცადეთ, რომ არ გაუშვათ ვირუსიანი ბავშვები ბაღებში, სკოლებში, იმიტომ რომ იქ იმის გარდა რომ სხვას გადადებენ ამ ვირუსს და შესაბამისად პანდემიას შეუწყობენ ხელს, სხვა მეტი ხა მოვლაჭრდება ბავშვთა ჯობია სახლში იყოს, თუ არის შესაძლებლობა ამის, არის ბევრი ოჯახი, სადაც ორივე მშობელი მუშაობს და შესაბამისად ბაღში მიყავთ ხოლმე ბავშვები. გავუფრთხილდით თქვენ თავს, თქვენ ჯანმრთელობას, შეინახეთ ასეთი თერმომეტრები.